მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მინდა ასეთი საჯარო გაშლა გავაკეთო, ძალიან მოკლე. ვინ ხართ თქვენ მისთვის? აი მის თვალში როგორი ხართ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ? აი ეს მაინტერესებს რა. რატომღაც მომივიდა ინსაიტი, რომ ეს გაშლა გამეკეთებინა. აი ვინ ხართ მისთვის, მის თვალში, ვინ? ნახოთ, რას გვეტყვის უმშვენიერესი დასტა ლენორმანი. ვინ ხართ თქვენ მისთვის, მის თვალში? როგორ აღგიქვამთ, როგორც ქალს, ხო? ჩემო ძვირფასებო, ეხლა გაჩვენებთ. ვინ ხართ თქვენ მის თვალში? ქალი, რომელის მიმართაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ეხლა და გონია, რომ მასთან საბოლოოდ დაასრულა ურთიერთობა და ძალიან მძიმე გადასატანია ეს მისთვის. ჩემო ძვირფასებო, ეხლა ეს ადამიანი განიცდის უდიდეს ტანჯვას, კარმულ გაკვეთილს გადის, რადგან ამ ადამიანმა თქვენთან გრძნობების გამოხატვის მაგივრად რა გააკეთა, იცით, რომ დაგიმალათ თავისი რეალური გრძნობები. შეიძლება არჩია, რომ თქვენგან დისტანცირებულიყო და ასე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თქვენ როგორი ენერგიები მომდის, იცით, რომ ამ ადამიანმა, ჩემო ძვირფასებო, თქვენთან არ გახსნა ბოლომდე საკუთარი გული, საკუთარი მიზნების შესახებ არ გიამბოთ. აი სულ როგორი იყო, იცით, ეს ადამიანი თქვენთვის იყო როგორც მუდმივი ამოცანა, აი რა უნდოდა, საით მიყავდა ურთიერთობა, ვერ ხვდებოდით თქვენ, ამიტომ რაღაც პერიოდის მანძილზე ეს ადამიანი შეიძლება საკუთარ აი გრძნობების ტყვეობაში აღმოჩნდა და მერე უკან დაიხია იმის გამო, რომ არ ელოდა და არ უნდოდა უბრალოდ აი ასეთი მძაფრი გრძნობები ჰქონოდა თქვენს მიმართ, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ გადაწყვეტა, რომ დამალულიყო, გაცლოდა ამ გრძნობებს, ამ მძიმე გრძნობებს, რაც თქვენს მიმართ ჰქონდა და რა მოხდა, იცით, აქ როგორი ენერგიები მოდის, რომ თქვენ ამ ადამიანის დუმილს და გაქცევას წერტილი თქვენ დაუსვით. თქვენ მას აიძულეთ, რომ სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა, რომ რამხელა ტკივილი მოგაყენა თქვენ მისმა ასეთმა საქციელმა ეს ყველაფერი გაეანალიზებინა, თქვენ სრული სიმართლის წინაშე დააყენეთ ის და აიძულეთ, რომ რეალობისთვის შეეხედა პირისპირ, რომ თქვენთან ასეთი საქციელი მას არ გამოადგება, არც მას და არავის, არც ერთ კაცს თქვენს წინაშე არ აქვს უფლება, რომ მასე მოიქცეს, თქვენ ამას მიახვედრეთ ეს ადამიანი და ურთიერთობა გონია, რომ თქვენ უკვე საბოლოოდ დაასრულეთ მასთან. თქვენ იმდენად ღირსეული ქალი ხართ მის თვალში, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ და საბოლოო წერტილს დასვავთ, ეს იქნება მართლაც საბოლოო და უკან არასოდეს აღარ მიიღებთ იმ ადამიანს, ვისაც თქვენი ცხოვრებიდან გაუშვებთ. ამიტომ რაღაც მომენტში ეს ადამიანი ეხლა შეშინებულიც კია, ასე ვიტყოდი, რომ საბოლოოდ არ დასრულდეს თქვენ შორის ყველაფერი მისი აი ამ ქცევების გამო. დავამატებ კიდევ არკანებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ლაპარაკობს
კამერა ვერ დავაყენე, ბოდიშს გიხდით. აი როგორ მინდა რომ გამოჩნდეს. კიდევ ვინ ხართ, როგორი ქალი ხართ მისთვის? ნუ აქ საბედისწერო ქალი ხართ, რა თქმა უნდა, მისთვის. კიდევ ვინ ხართ, როგორი ქალი? ხო, აი მის ცხოვრებაში როგორ შეიჭერით, იცით? რომ აი ეს ადამიანი საერთოდ არ ელოდა და არ უნდოდა გრძნობები არავის მიმართ. ეგონა რომ სიყვარული აღარ შეეძლო, მაგრამ თქვენ ისე შეიჭერით მის ცხოვრებაში, ისეთი მოულოდნელი სიხარული და ემოციები გამოიწვიეთ მასში. გული ხელახლა აი აუძგერეთ რო იტყვიან, აი გულის გახსნა გამოიწვიეთ მასში. მას ეგონა რომ სიყვარული აღარ შეეძლო, იცით? და ეგონა რომ მასში ეს გრძნობები აღარ არსებობდა, მაგრამ თქვენი გამოჩენით ეს ადამიანი მიხვდა, რომ თქვენ მას ასწავლეთ როგორია რეალურად ნამდვილი გრძნობა. გულწრფელობა აჩვენეთ თქვენი. და ზუსტად ეს არის, რომ მას აიძულებს ეს ფაქტი, რომ თქვენს წინაშე იგრძნოს უდიდესი პასუხისმგებლობა, ჩემო ძვირფასებო. თქვენ აღგიქვამთ ქალად, რომელმაც მას ასწავლა რეალური სიყვარული, რეალური გრძნობების ფასი, ამ ყველაფრის სიმძიმე და პასუხისმგებლობის გრძნობა გააღვიძეთ თქვენ მასში. აი როგორი უნდა იყოს რეალურად მამაკაცი, ძლიერი და ამ ადამიანმა იგრძნო, რამდენად ძვირფასი გახდით თქვენ მისთვის, რომ თქვენთან რაღაცების დამალვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თქვენ ყველაფერს ხვდებით მის რეალურ განზრახვებს, ადამიანის ქვეცნობიერს ძალიან კარგად ხვდებით, თქვენ ისეთი ქალი ხართ. და თქვენ ერთადერთი ქალი ხართ, ვინც მას მისცა და მიანიჭა აი სახლში ყოფნის განცდა, ჩემო ძვირფასებო. ამ ადამიანმა თქვენში დაინახა თავისი სახლი. სული სიმშვიდე მხოლოდ თქვენთან მოიპოვა. აი მანამდე თუ ეს ადამიანი ძალიან მძიმე ცხოვრებისეული პერიოდებით იყო ნატანჯი ცხოვრებაში, თქვენი გამოჩენით ამ ადამიანში გაიღვიძა გრძნობამ, რომ ეს არის ის ქალი, ის ერთადერთი ქალი, ვინც მე მიქმნის ამ სულიერ ფიზიკურ კომფორტს, ჰარმონიას, ვისთანაც აი ეს ძლიერი კაცის და ვითომ რაღაცა ნიღბების ტარება, რაც მანამდე საზოგადოებაში უწევდა, თქვენთან ეს ყველაფერი აღარ სჭირდებოდა, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ესეთი ქალი ხართ მისთვის, რომ თქვენთან გრძნობს სრულიად სული სიმშვიდეს, ჰარმონიას და აი სახლურობის განცდა. აქ თითქოს დიდი ხანი იცნობდით ერთმანეთს, თითქოს აი მთელი ცხოვრება ვიცნობ, ესეთი შეგრძნება ჰქონდა და აი სახში რო დაბრუნდები ადამიანი დიდი ხანი რო იმოგზაურებ რაღაცა ხეტიალის მერე რო მიხვალ საბოლოოდ იმ წერტილამდე, სადაც რეალურად შენს თავს პოულობ, აი ეს იგრძნო თქვენში, ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანმა. ძალიან კარგი გაშლა იყო, ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი თქვენში ხედავს ოფიციალურ კანონიერ მეუღლეს ქალს, რომელმაც ის ძირფესვიანად შეცვალა, მისი დამოკიდებულებები, შეხედულებები, ყველაფერი სიღრმისეულად შეცვალა და თქვენ წარმოუდგენი ხართ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ქალად და ადამიანად, ვინც მის ცხოვრებაში უნდა რომ მთელი ცხოვრება დარჩეს და იყოს მისთვის ყველაზე ძვირფასი ქალი სიცოცხლის ბოლომდე. თქვენთან ქორწინება სურს ამ ადამიანს, ოღონდ ეს იქნება არა დღეს და ხვალ, ეს არის უფრო სამომავლო
გეგმები მის თვალში და გულში, ჩემო ძვირფასებო, რასაც ეხლა ეს ადამიანი არ ამბობს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არ არის მზად და თქვენი შესაფერის და თქვენი დონის, ამიტომ ის ცდილობს, რომ გადალახოს შიშები, წარსულის ტრამვები, გამოჯამრთელდეს ამ ყველაფრიდან, დაასრულოს მისი ეს ძველი არასასურველი პერიოდი და გადავიდეს თქვენს გამო ახალ ეტაპზე. ის საკუთარ თავზე მუშაობს, ჩემო ძვირფასებო, იმისთვის, რომ თქვენთან უფრო მეტად ჩამოყალიბებული შემდგარი მამაკაცი მოვიდეს და გამოჩნდეს თქვენს თვალში. აი, ასეთი იყო დღევანდელი საჯარო გაშლა. მადლობა, რომ მისმენდით, ჩემო ძვირფასებო. პირადი ინდივიდუალური გაშლებისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში. ყველა საჭირო ინფორმაციას იხილავთ პოსტის აღწერაში, ასევე პოსტის კომენტარებში მექნება აპინული და ასევე ბიოში ჩემი არხის. მადლობა, რომ მისმენდით. კარგ დღეს გისურვებთ.